როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვი არის ძალადობის მსხვერპლი? ანუ რა მანიშნებელი უნდა იყოს მშობლისთვის, რომ მან უკვე რაღაცნაირად, ესე იგი, ჩართოს სიგნალი? აუცილებლად უნდა დააკვირდეს ყველა მშობელი ბავშვის ემოციის ცვლილებას და მათ შორის ქცევით ცვლილებასაც. განსაკუთრებით ეს აქტიური ხდება ხოლმე შესამჩნევად დაახლოებით 7 წლის ასაკიდან. როდესაც ბავშვს აღარ უნდა პირობითად სკოლაში წასვლა, ან ის მაისური, რომელიც ძალიან მოსწონდა, უნდა რომ ნაგვის ურდანში გადააგდოს, რადგან თანაკლასელმა უთხრა, რომ კარგი რა, ეს რა გაცვია, არ მომწონს და ასე შემდეგ. მსგავს ქცევებს უნდა დააკვირდეს. ბავშვები, რომლებიც ცოტა გულჩათხრობილები ხდებიან, ხოლმე ალბათობა იმისა, რომ პირობითად შეიძლება ემოციური ან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი არიან ძალიან მაღალია. ერიდებიან სოციალურ ურთიერთობებს, აღარ მოსწონთ საკუთარი სხეული. თუ აქამდე პირობითად მოსწონდათ მათი ყვითელი ლამაზი, ეგრეთ წოდებული რიჟა ლამაზი თმები, აღარ მოსწონთ. უნდათ ხოლმე რომ შეიჭრან, რადგან ვიღაცამ უთხრა, რომ ეს არ არის ლამაზი. აქედან გამომდინარე, უნდა დააკვირდნენ, როგორ უყურებენ ისინი მათ სხეულს, როგორ აღიქვამენ მათ ჩაცმულობას, როგორი არის სოციალური ურთიერთობები. შეიძლება მშობლების მიმართაც აგრესია გაუჩნდეთ ბავშვებს. ძირითადად არ ხდება ხოლმე აგრესიის გამოვლენა მშობლის მიმართ, იმიტომ რომ მოდელირებას აკეთებს სხვა ბავშვის ქცევის. ეს ხდება იმიტომ, რომ თითქოს ბავშვს უკვე მოლოდინი აქვს, რომ დედას და მამას უპირობოდ უნდა ესმოდეთ ხოლმე მისი. ასე რომ ქცევები იცვლება აუცილებლად და მათ შორის ემოციური დამოკიდებულება უამრავი დეტალის მიმართ. მსგავს რაღაცებს, როდესაც დაინახავენ კარჩაკეტილობა, საკუთარი თავის მიმართ ნეგატიური განწყობა, ნაკლები შეიძლება მიირთვას ხოლმე კვებაზეც, ასევე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ეს უკვე არის ცალსახა ნიშნები იმის, რომ სასურველია და საჭირო, რომ სპეციალისტი ჩაერთოს აუცილებლად.